მოგესალმებით. ოდესმე დაფიქრებულ ხართ იმ უხილავ, მაგრამ წარმოუდგენლად მძლავრ სამყაროზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ და სხვათა შორის ჩვენშიც კია. დღეს მოდით სწორედ ამ სამყაროში ჩავიხედოთ და მის ძირითად ელემენტებს, ელექტრონულ კომპონენტებს გავეცნოთ. მზად ხართ? დავიწყოთ. მოდით პირდაპირ ერთი ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ფაქტით დავიწყოთ. იცოდით, რომ ელექტროენერგია მარტო სადენებში კი არა, ჩვენშიცა? დიახ, არ გეშლებათ. თურმე ადამიანის სხეულსაც აქვს თავისი ელექტრული წინაღობა და მისი გაზომვაც კი შეგვიძლია. ხო და ეს უკვე სერიოზულ კითხვას აჩენს. აი სწორედ ესაა მთავარი თავსატეხი. როგორ უნდა გავზომოთ ის, რაც უხილავია? ანუ, როგორ ავიღოთ ელექტროენერგიის ეს აბსტრაქტული ცნება და ვაქციოთ ის კონკრეტულ გასაგებ რიცხვად, რომლის გამოყენებასაც შეუძლებთ. ხო და დღეს ზუსტად ამ კითხვაზე ვაპირებთ პასუხის გაცემას. აბა, ამ საიდუმლოს ამოსახსნელად რაღაც განსაკუთრებული დაგჭირდება, რაღაც სპეციალური ინსტრუმენტი. მოდით ვნახოთ, რა არის ის, რაც ამ უხილავი სამყაროს კარს გაგვიღებს. გასაღები. იცით, რა არის? ეს არის ხელსაწყო, რომელიც ერთგვარად სუპერ ძალას გვანიჭებს. დავინახოთ ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. შეიძლება ითქვას, ეს არის ჩვენი პირადი ხიდი, რომელიც ელექტროენერგიის იდუმალ სამყაროსთან გვაკავშირებს. და აი ისიც, გაიცანით ჩვენი დღევანდელი მთავარი გმირი, ციფრული მულტიმეტრი. დამიჯერეთ, სწორედ ეს პატარა მოწყობილობა გაგვიღებს ელექტრონიკის სამყაროს კარს. ხო, ვიცი, ერთი შეხედვით ცოტა დამაბნეულად გამოიყურება, არა? ამდენი ღილაკი, სიმბოლო, გადამთქველი, მაგრამ არ ინერვიულოთ, მართლა არაფერია საშიში. ჩვენ ახლა ამ ყველაფერს ძალიან მარტივ ნაწილებად დავშლით და ეტაპობრივად გასაგებად აგიხსნით ყველაფერს. აი რომ ვთქვათ, რა არის მულტიმეტრი? ძალიან მარტივად, ეს არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს სამ მთავარ რამეს: ელექტრულ დენს, ძაბვას და წინაღობას. ფაქტობრივად, ეს არის ელექტრონიკის შვეიცარიალური დანა. სამი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო ერთ მოწყობილობაშია თავმოყრილი. კარგი, მოდით, ახლა მის მთავარ ფუნქციებს ჩაუღრმავდეთ. რითი დავიწყოთ? აი მაგალითად წინაღობით. ის იზომება ომებში, აი ამ ბერძნული ასო ომეგათი აღინიშნება. ეს სექცია რას გვიჩვენებს? მარტივად, რამდენად ეწინააღმდეგება რაღაც დეტალი დენის გავლას. შემდეგი, ვნახოთ. აჰა, მუდმივი ძაბვის გაზომვა, ანუ DC. აი ნახეთ, აღნიშნება V სიმბოლოთი, რომელსაც ზემოდან სწორი და პუნქტირული ხაზები აქვს, რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ზუსტად ის ენერგია, რასაც მაგალითად ჩვეულებრივი ბატარეებიდან ვიღებთ. მუდმივი ძაბვის გარდა, მულტიმეტრს რა თქმა უნდა შეუძლია გაზომოს ცვლადი ძაბვაც, ანუ AC. ამას კი ვითი და ტალღოვანი ხაზით ვცნობთ. და ეს უკვე ის ენერგიაა, რომელიც პირდაპირ ჩვენს სახლებში მოდის ჩვეულებრივი შტეფსელიდან, ანუ როზეტიდან. და ბოლოს, გვაქვს დენის გაზომვის ფუნქცია. ეს არის, ასე ვთქვათ, თვითონ ელექტროენერგიის ნაკადი, რომელიც ამპერებში იზომება და ASOT-ით აღინიშნება. იცით, კარგი შედარებაა. თუ ძაბვა, წყლის წნევა მილში, დენი არის თვითონ წყლის რაოდენობა, რომელიც ამ მილში გადის. მარტივი არა? კარგი, გასაზომად გვჭირდება S2, შავი და წითელი საცეცი, ანუ ზონდი. მათი შეერთებაც მარტივია. შავი ყოველთვის ერთდება კომპორტში. ეს არის საერთო, ანუ მიწა. წითელი კი უმეტეს შემთხვევაში აი ამ V-ომეგა-A პორტში. როგორც ხედავთ, ეს პორტია ძაბვის, წინაღობის და მცირე სიმძლავრის დენის გასაზომად. მაშასე, ინსტრუმენტს უკვე ვიცნობთ. დროა გავიცნოთ ის სამშენებლო ბლოკებიც, ანუ კომპონენტები, რომლებთანაც ამ ჩვენი ახალი მეგობრის დახმარებით ვიმუშავებთ. აი კლასიკური მაგალითი, რეზისტორი და შუგდიოდი, ანუ LED-ნათურა. რა ხდება აქ? რეზისტორი ფაქტობრივად მცველის როლს ასრულებს. ის აკონტროლებს დენის ნაკადს, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს და არ დაიწვას ისეთი მგრძნობიარე რამ, როგორიც LED-ია. კიდევ ერთი კარგი შედარება რომ მოვიყვანოთ, წარმოიდგინეთ რეზისტორი როგორც კაშხალი მდინარეზე. ის არ აჩერებს წყალს ბოლომდე, მაგრამ აკონტროლებს მის დინებას, რომ ყველაფერი არ წალეკოს. ზუსტად ასე, რეზისტორიც ზუსტად იმდენ ენერგიას ატარებს, რამდენიც საჭიროა. აი აქ კი ორი ძალიან საინტერესო რამ გვაქვს. ორივე ცვლადი რეზისტორია, ანუ მათი წინაღობა იცვლება, მაგრამ სხვადასხვა პრინციპით. მარცხნივ პოტენციომეტრია, მის წინაღობას ვცვლით ღილაკის დატრიალებით. აი, მაგალითად, ძველ რადიოებზე ხმის ასაწევი ზუსტად ასეთი იყო. მარჯვნივ კი ფოტორეზისტორია, რომლის წინაღობაც სინათლეზეა დამოკიდებული, რაც უფრო ბნელა, მით ნაკლებია წინაღობა. ამიტომაც იყენებენ მას, ვთქვათ, ავტომატური ღამის განათებებში. კარგი,
ამ ყველა კომპონენტით, რა თქმა უნდა, უკვე შეგვიძლია მარტივი, მაგრამ საინტერესო წრედების აწყობა. თუმცა სანამ აწყობას დავიწყებთ, ამ მთავარია ვიცოდეთ, როგორ გავზომოთ თითოეული ეს დეტალი სწორად და უსაფრთხოდ. და ეს პროცესი დამიჯერეთ ძალიან მარტივია. სულ 3 ნაბიჯია. ნაბიჯი პირველი, მულტიმეტრზე ატრიალებთ რგოლს და ირჩევთ საჭირო ფუნქციას. ნაბიჯი მეორე, იღებთ საცეცებს და აერთებთ კომპონენტთან, რომლის გაზომვაც გინდათ. და ნაბიჯი მესამე, უბრალოდ კითხულობთ ციფრებს ეკრანზე. სულ ესა, მართლა ძალიან მარტივია. აბა, ახლა მივედით ყველაზე საინტერესო ნაწილამდე. ახლა უკვე თქვენი ჯერია, იმიტომ რომ ეს ცოდნა ფაქტობრივად გაძლევთ ძალას, რომ თავად დაიწყოთ ექსპერიმენტები და აღმოჩენები. და იმისთვის, რომ დაიწყოთ, ევრი არაფერი გჭირდებათ. აი, თქვენი პირველადი აღმოჩენების ნაკრები. რა თქმა უნდა, მულტიმეტრი, სამაკეტო დაფა, რომ წრედები ადვილად ააწყოთ, დაშალოთ და გადააწყოთ, რამდენიმე ძირითადი კომპონენტი, ვთქვათ, LED ნათურები და ეზისტორები და რა თქმა უნდა, ენერგიის წყარო, თუნდაც ჩვეულებრივი ბატარეა. აი ამ მარტივი კომპლექტით, ელექტრონიკის სამყარო შეიძლება ითქვას უკვე თქვენთვის ღია. თქვენ ხელში გაქვთ მთავარი ინსტრუმენტი და რაც მთავარია საბაზისო ცოდნა, რომ დაიწყოთ კვლევა, შექმნა და უბრალოდ ისიამოვნოთ ამ პროცესით. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ, რომელიც იმედი მაქვს ცოტა ფანტაზიასაც აგიმუშავებთ. აი ამ ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით, რას აწყობდით ყველაზე პირველად? რა იქნებოდა თქვენი პირველი პროექტი?